განვითარებაზე სოციალურ დაცვასა და ურბანულ მდგრადობაზე ორიენტირებული დოკუმენტი. დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია საკრებულოს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება. ბიუჯეტის პროექტის საერთო მოცულობა 2,193,388,700 ლარია. ეს მაჩვენებელი თითქმის 111 მილიონით აღემატება პირველად წარდგენილ პროექტს. მარიამ მელაშვილი გიამბობთ. გაზრდილი ბიუჯეტი და პრიორიტეტების გადანაწილება დედაქალაქს 2026 წელს 2,193 მილიონ ლარზე მეტი ექნება, რაც წინა წლის მოცულობასთან შედარებით 220 მილიონ ლარამდე მეტია. თბილისის მერია საბოლოო დოკუმენტს საკრებულოში დასამტკიცებლად გადააგზავნის. ინფრასტრუქტურა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება წელსაც მერიის პრიორიტეტად რჩება. საერთო მოცულობა შეადგენს 2,193,388,700 ლარს. ეს მაჩვენებელი 219,823,000 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით. ყველა იმ ოჯახს, ყველა იმ ადამიანს გვერდით დაუდგებით და დავეხმარებით, ვინც ამის აუცილებლობას საჭიროებს. თუმცა მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, და მისწრაფება არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეჭირვებული და გაჭირვებული ოჯახები იყოს ქვეყანაში. ტრამვაის ხაზი, ახალი საბაგირო გზა, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია, ხიდების მშენებლობა, სპორტული კომპლექსებისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა. ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც 2026 წლის გეგმაშია. ჯამში მომავალ წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 573 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ინფრასტრუქტურული პროექტები საკმაოდ მრავლად არის ასევე 2026 წლის ბიუჯეტში. ეს არის კონკრეტულად ახალი ტრამვაის ხაზის მშენებლობა, ეს არის რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, ეს არის სხვადასხვა გამზირების რეაბილიტაცია, ავარიული სახლების, ისტორიული არეალების რეაბილიტაცია, ის ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლება. სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება თბილისის მერიისთვის პრიორიტეტია. შესაბამისად 2026 წლის ბიუჯეტის 27% სწორედ ამ მიმართულებით დაიხარჯება. გაიზრდება აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის დაფინანსება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ერთჯერადი დახმარება. პრიორიტეტი რჩება ონკოდაავადების მქონე პაციენტთა დაფინანსება, როგორც გამოკვლევების, ასევე ქიმიოთერაპიების და შესაბამისად მედიკამენტებით უზრუნველყოფის თაობაზე, ასევე რჩება პრიორიტეტში, რა თქმა უნდა, სხვა სახის ჯანდაცვის პროგრამები, როგორიც არის ენდოპროტეზირება, როგორიც არის რევმატოიდული ართრიტის მედიკამენტების დაფინანსება, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა და ასე შემდეგ. დაფინანსება იზრდება თბილისის ყველა რაიონისთვის, გამოყოფილია 299 მილიონ ლარამდე. თანხა ტრადიციულად მოსახლეობის ინტერესებს მოხმარდება.